მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა განსაკუთრებით მოგიტყო ის ადამიანები, ვინც პატიმრები ხართ, მოგიკითხოთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და ყველაფერი სიკეთე მინდა გისურვოთ. უცხოეთში ყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვისაც განსასწრელი გაქვთ და სხვადასხვა მამა ექვთიმე ყავს დღეს სტუმრად, ძალიან ჩემთვის ძალიან დიდად პატივსაცემი ეს ოჯახი და პატარა ალექსანდრე, რომელიც აი რა ვიცი, ფეთქდება ხოლმე ტელევიზორით, ავიცი, ინტერნეტ ქსელები ის, როცა პატარა ალექსანდრე მოდის და თავის რაღაცებს გვარიგებს ხოლმე, სხვადასხვა ძალიან საინტერესო რაღაცებს. მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებს, დაგვიწევთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა მოწვევისათვის. და მინდა შემთხვევით ვისარგებლო ბატონო გიორგი და გიორგოვის თუ არის ნოემბერია გუშინ გიორგობა იყო და მოგილოცოთ კიდევ ერთხელ პირადად თქვენ კოლექტივს თლიანად და თლიანად საქართველოს და შევთხოვოთ გიორგის მიუხედავად იმისა რომ მაინც ყოველდღურად ვწოდავთ ალბათ იმსახურებს საჯელს აი ჩვენი სისტემების გათვალისწინებით ყოფილიყოს მაინც ჩვენი ფარველი და მეოხი უფლის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა მამა თქვენს გილოცავთ დიდი მადლობა. ალექსანდრე შენ რას გვეტყვი თუ შეიძლება? ექში მოგესალმები და როგორც ახსენე არ დღეს ეს თვე არის გიორგოვის თვე და აგერ გუშინ იყო ეს გიორგოვის თვე და მინდა პირადად თქვენ და მთელ საქართველოს მიულოცო ეს წმინდა დღესასწაული. ამას ხო არ გვეტყვი, ეგ წმინდა გიორგისთან დაკავშირებით, ან გიორგოვასთან დაკავშირებით, გიყვარ შენ ვიცი ეს დღესასწაული და ჯერ მამას დააცდი? კაი. კაი, მაშინ მამა, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი, რა შეერეხა, აი, წმინდა გიორგიზე მაშინ ახას ბრძანეთ თქვენ მამა აუცილებლად. მინდა რომ კითხოთ, რომ რაღაცა ძალიან ბევრი ტანჯვაა, წამება გამოიარა, როგორც საქართველოს. ისე აი რაღაცა საქართველოს ვადარებ წმინდა გიორგის, რომ ამიტომაც შეიყარა ქართულმა, მაგრამ ამიტომ რომ ერთად ხედრი აქვს ცხოვრება, ასე ვთქვათ. და ყველაზე მეტი ტაძარი წმინდა გიორგის. ყოველდღურად წარმოადგენს 65. ყოველდღურად აღნიშნულობა საქართველოს წმინდა გიორგობა, იმიტომ რომ არ არსებობს დღესაც აი თუ დაუკვირდებით, ხო არ არსებობს ნუ ქალაქი, სოფელი, დასახლება, ტაძარი თუ არა, სალოცავი ან რაღაცა ნიში მაინც არ იყოს მის სახელზე აგებული და ყველა დიდი თუ პატარა ყველა მიცის ვინ არის წმინდა გიორგი და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და არა მარტო უხილავად, არამედ ხილვადაც კი გაუწევიან ფარველობა და შემწეობა ჩვენი ერისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, აი იგივე დიდი გორბზოლა რო ავიღოთ, ხო, არსებობს ეს გარდამოცემაც, რომ უშუალოდ ხილვებოდა იბრძოდა ჩვენს მხარეს, ხო და აი ეს ნიშნავს, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ როგორც გიორგი წმინდა გიორგი აირჩია მოწამეების გზა, ასე ქართულმა ერმაც აირჩია მოწამეების გზა და მთელი ეს პერიოდი ეს ერთი კვირის უკან იყო 100,000 მოწამეს ხსენდება, ხო? და ალბათ სოფლიო ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ არსებობს და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ერმა როგორც წმინდა გიორგი გაითავისა რა არის ამ ქვეყანაზე მთავარი უმთავრესი, ეს არის წმენა უფლის და სიყვარული, უფლის და რა თქმა უნდა მოყვასის თავის გაწირვა. იმიტომ წმინდა გიორგის წარმოიდგინეთ ბატონო გიორგი ამ ხელა თანამდებობა ეკავა ხო რომის იმპერიაში ახლა არმიის მთავარსარდლობა ეს არ არის პატარა თანამდებობა ამ ხელა იმპერიის. ის კი არა მას უწინასწარ მეტყოლებდნენ იმპერატორობასაც ხო ესეთი ისაც არსებობს რომ მომავალ იმპერატორი გახდა მაგრამ როცა დადგა მის ცხოვრებაში აი გადამწყვეტი მომენტი არჩევანი რო გაეკეთებინა ხო ეს ყველაფერი გადავდა გვერდზე ამ ქვეყნის ასე ვთქვათ სიამტკბილობა ბჭყალებში და მან აირჩია სწორედ აი მოწამეობა და მაშინ ხო შეეძლო მას თუნდაც უარი ეთქვა სიტყვაზე და გარე ფორმალურად მაინც რაღაცა შეენარჩუნებინა ხო პატივი და დიდება არა ამაზე უარი ეთქვა და აგერ 23 ნოემბერი სხვადასხვა საქართველოში დღესასწაულება მარტო ხო ეს ჩვენ ვიცით ეს მარტო არცეთ სხვა ეკლესიაში აღარა თუმცა ადრე ყოფილა ეს მთელს მართლობრივ ეკლესიაში და ეს უკავშირდებოდა თავის მის სახელზე ტაძრის აგებას და კურთხევას და აქედან მოდიოდა კი და ნუ ბორბალზე დააკვრას ეს დაიწყოს მის წამება ფაქტურად 6 მაისს არის ხო მეორე მისი გარდაცვალება და ამ თვეების განმავლობაში ნუ ტაძრო წამება გამოვიდა თან ვიცით თქვენ რომელებს როგორი მეთოდები ქონდათ აი ამ წამების ხო საშინელი ახლა ბორბალზე რო აკრავდნენ იქ მახვილი ესეთი მახვილები დაყენებოდა ტრიარდნენ უფლეთავდა ამ კანს და ფაქტურად ძვლები უჩანდა ისინი აღწერილი ხო ვისაც კი მის ცხოვრება წაუგითხავს და აი გააკეთა ეს არჩევანი ამიტომ ეს არის მაგალითი ჩვენთვის და ბიზნეს მომცემისაკენ რომ ადამიანს ჩვენ უნდა გავაკეთებთ არჩევანს სწორედ აი სულიერებას და იგივე მოყვასის სიყვარულზე, იმიტომ რომ სწორედ მოყვასის სიყვარულით საცნაურდება ადამიანის ჭეშმარიტი მორწმუნეობა, ხო? იმიტომ თუ ჩვენარი ადამიანი არ გვიყვარს გიორგისაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ, ხო? ეხლა აქ საუბარი არ არის მშობელზე და ახლა ის ბუნებრივად ისაც გვიყვარს, ხო? ბუნებრივად თავის ცხადია. აქ საუბარი აი ეს უცხო ადამიანზეც კი, ხო? იმიტომ რომ
და თუ ჩვენ არ გვეყოლება ამას იონა მოციქული დავის ეპისტოლეში თუ კი ადამიანებსაც შენ ყოველდღიურად ხედავ და პატვის არცე მაშინ როგორ უნდა თქვა რომ ღმერთი მიყვარს იმიტომ რომ რომელიც არ გიხილავს ფაქტურად თუ კი ადამიანი თავისნაირ ადამიანს ექცევა უხეშად არის გაუცხოებული ზულს განიკითხავს შურს მის და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს იქ მოწმობლობის საუბარი ზედმეტია იმიტომ რომ მაშინ გამოდიოთ რაღაც ფარისევლების როლში სამწუხაროდ ესე ხომ უმეტეს შემთხვევაში დღეს რასაც უყურებთ. მამო, როგორ უნდა შეიკავოს, მაგრამ თავი და ან ის თავარი როგორ უფრო წინ უნდა დააყენოს, მამო, ვიდრე რაღაცა მისი ინტერესის რაღაცა გატარება თუნდაც. ეხლა ეს ხო რაღაცა სიამაყიდან გამომდინარე არის, რომ რაღაცა შენ თავს წამოწევ და რაღაცა თავს კი. დიახ. ყველა ეს ყველაზე სუსტი მხარე ყველას ესა გვაქვს, საკუთარ თავზე განსაკუთრებულად პატიმოყარების სენთ ვარ დაავადებული ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ არასოდეს ადამიანი რომ თავის თავი არ უყარდეს, ხო? ხო და თუმცა ეს ასე ვთქვათ ცოტა შორსაც არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არ გულისხმობს საკუთარ თავზე მზრუნველობას, ხო? თავარია რომ ჩვენ მზრუნველად იგი მოყვას სიყვარულზე ეცანაც თქვი გადის სწორედ ჭეშმარიტ წმენას და იმიტომ რომ თუ კი ჩვენ გვეყარება სხვა ადამიანი ამით ჩვენ და სათნოებაზე ძირითადად საუბარ ხო სიკეთების კეთება ეს არის გარანტია იმისა რომ თითოეული ადამიანი ცხოვრდეს და გადარჩეს იმიტომ რომ ხოლმე საკუთარ თავზე ზრუნველობა რა ჩავიცო რა დავიხურო და აი ეხლა ესეთი ისა სენით გავრცელებული ხო ესეთი ის რომ აი მე ესე მინდა და არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის ხვდებით აი იგივე თუნდაც აი ჩაცმულა ავიღოთ თუნდაც ავიღო როგორ დადიან ხო ხვდებით ახლა ამაზე ცალკე თემა ალბათ ხო და საქციები ხო ესე იგი ხო მე არ მაინტერესებს მე ესე მინდა და ეს ეგოიზმი ხო და ცოტა არ იყოს და აი თავგანწირვა როგორც მე აგერ გაცირა თავი და სხვა მოწამეება სხვა ესე უნდა იყოს თავგანწირულები რა იმიტომ რომ დღესაც კი წმინდა გიორგი იგივე მოყვა შეეწევა ხო თავისი მორწმუნეს რა თქმა უნდა თავისი და არა მარტო ქრისტიანს აი მართლა მუსლიმებს კი რამდენია რომ მიდის და თხოვს და ბევრი მოქცეულა ხო ჭეშმარიტ წმინდანზე ახლა უფლის განგებულება ესაც ყოფის განგება არის ყველა ადამიანი ცხონდეს მიუხედავად იმისა რომ დღეს შეიძლება ეს არ იყოს ქრისტიანი ხო იმიტომ რომ ისაც ღვთის შვილია და მასაც აქვს იმისი შანსი და საშუალება რომ ადრე თუ გიან დაიწყოს მანაც ჭეშმარიტ ქრისტიანული რელიგიური ცხოვრება და იგივე ბევრი საინგილოში მაგალითად დასაც მიდიან და ცხოვრობენ ხო წმაგირის მათ მუსლიმები და აი ეს ნიშნავს სწორედ იმას რომ ამხელა ძალა აქვს რწმენას და წმენების დამოკიდებულებას ჩვენდამე. დიახ, მამო, თუ შეიძლება აი ეს როგორ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ აი ამხელა რაღაცა გვაქვს, აი ამხელა სიმდიდრე, ხო? აი ამის მოფრთხილება მამო ჩვენთან არ ვიცით. ეხლა აი ვიღაცა სხვამ შეიძლება ცეს პატივი რა. შენ თუნდაც ერს მიწას, არა აქვს მაგას მნიშვნელობა ეკლესია შენსაც და შენ შეიძლება იმდენად აი ხა მაგალითად ადამიანები ჩამოდიან ცხეთას მოილოცავენ რა, დიდება იქაურობას და მართლა აი ძალიან სასწაული ადგილი არის, მაგრამ ჩვენთვის რაღაცა ისე ჩავდივართ, რაღაცა საქეიფოთო ჩაირბენ რა, რაღაცა წირვაზეც არ დაესწრებინ ნორმალურად რაღაც. აი ეს როგორ უნდა მამო ჩვენთვისაც რაღაცა საპასუხისმგებლო როგორ უნდა იყოს. აი ქრისტიანის ცხოვრება რა არის გიორგი, ისი გავს აი როგორც რაღაცა ბეწვის სიმასიარს რომ ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ესეთი ის დადგეს შედეგი ხო, რომ ამის გამოსწორება მთელი აწლეულობ დაჭირდეს. ამიტომ ისე და ესე დედა ეკლესიის წიაღში მისვლით რა თქმა უნდა მოძღვართან ხშირი ურთიერთობით იგი წმინდა ცხოვრების კითხვით სხვა მართლმადიდებლური მოძღვრების ჩაღრმავებით საკუთარ თავზე უფრო მუშაობით და იმიტომ რომ როგორც თუ კი ადამიანი შეძლებს რომ შეიმეცნოს საკუთარი თავი და აინახოს სიამდვილეში ვინ ვართ ხო თუ ჩვენთაგანი უფრო ვადულდება მე ახსარებით თქმაც ზიარებას და უკვე თავისთავად ცხადია რომ მუშაობს საკუთარ თავთან და ბრძოლობს ახლა სულიერ ბრძოლაში ყველა უნდა ჩართული სულიერ ომში ხო იმიტომ რომ ესაც უფრო დაშვებით ხდება რომ ადამიანი გამოიწრთოს ისე როგორც სპორტსმენი თუ მან ვერ ივარჯიშა და სიტყვაზე ხო შედეგს ვერ დადებს ასევეა სულიერ ცხოვრებაში გარკვეული განსასწრებელი გარკვეული შემოტევები თუნდაც რაღაცა 1000 რაღაცა ესე იგი აზრების სახით იქნება თუ ხილული სახით იქნება ამ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ისო და ესე ემსახურება იმას რომ ჩვენ შევძლოთ წინსვლა სულიერ ცხოვრებაში და ეს არის თავარი, იმიტომ რომ ამასაც დიდი ძალისხმევა ჭირდება მარტივი არ არის, მაგრამ არა შეუძლებელია, იმიტომ რომ ცდილობასაც კი როგორც უფრო დაინახავს უფალი, ის უკვე
უფალი გვეხმარება ერთვება მისი მადლი და ადამიანს უადვილება. საინტერესო ხოლმე როცა ახსენებაში ვისმენთ ხოლმე ხო იქ ბევრი ადამიანი უფრო და უფრო ხედავს საკუთარის თავის ნაკლოვანებს ხო როგორ განიცდის ამას და როგორ დამშვიდებული გადის მე და ეს არის თავი არსიც ქრისტიანობის ხო და თუ კი ამ ადამიანი ამას შეძლებს ამის მიღწევას ხო ეს აღარც განიკითხავს აღარც სიძულვილი ექნება სხვა ადამიანს მე პირიქით იქნება სიყვარული იქნება ნუგეში და პირველი რა უნდა გაითვალისწინოს? აი არ განკითხვა, სიყვარული, აი პირველი რა უნდა ითქვა, რას არიგებთ ხოლმე, მაგალითად რომ მოვა ადამიანი. თუ ინდივიდუალური და ყველა თავისი. ხო, ესა თქო ინდივიდუალური ვის გააჩნია ვის ბრძოლები აქვს ხო და აი დაიწყოს მაგალითად წეგანს თქვი ხო დაუშვათ უნდა გადააჭრეს პირველი ნაბიჯი. ეკლესიაში შეაიბიოს ხო, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რაც არ უნდა ადამიანმა ის სულ გაეჩაი ხო, გამორიცხული არის. იმიტომ რაღაცა უცოდველი ადამიანი არ არსებობს რა და მეტაკლებად ყველა აი წმინდანებიც კი ესე იგი არავინ არ მიიჩნევდა თავს რომ იყო წმინდანი ხო თუ გახსოვთ პალემოცკული აროპაკშიო ჩადის და ქადაგებს უნდათ მისი ღმერთთან გამოცხადება და დასმელი შემოიხია რომ თქვენ ჩვეული ადამიანებს თქვენ რეებს აკეთებთ იქ ხო და ყველაზე უცოდვილესად ისინი თვითონ თავს პალემოცკული ბრძანებს ხო რომ ესე იგი ქრისტე რომ მოვიდა ცოდვილთა ცხოვრებისას რომელთაგან პირველი მე ვარ ყველაზე ცოდვილი მე ვარ უცოდვილესაც ზომა თავს მასაც ქონა ბრძოლები გიგეთ კონტელა მარტების ტურში ბრძანებს რომ ვედრები უფასო სატანის ანგელოზი რომელიც ყოველდღე მებრძისო ესო მომაცილოსო ღმერთო და მითხრა რომ აი განსაცდელებში გამოიწდება ადამიანიო და ესეც არის ხო თუ გვინდა რომ ჩვენ გადავჭეთ ამას რით უნდა გაუძლოთ ერთმანეთ მინდობით უფასო და მივიდოთ ხო და ყოველთვის უნდა უთხრათ რომ იყოს ნება შენი იმიტომ რომ უფალმა ჩვენზე უკეთესად ის რა გვჭირდება ჩვენ იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს აი მიგვაჩნია სიტყვაზე რომ აი რაღაცა გვინდა ხო მაგალითად შეიძლება ჩვენი რაღაცა პირიქით სიკეთის მომტანე პირიქით ვარყოფთის მომტანე იყოს ამიტომ უფალზე მინდობით პირველ რიგში მინდობა პირველ რიგში თავდაბლობა და მიმღებლობა აი ამის იმის რა ქვია მორჩილებით აი მოძღვევისას უფალი გვასწავლეთ ჩვენ რაც გადამოგვეცა მოციქულების მიერ მამაების მიერ იგივე აი წმინდაგერის ცხოვრებას რომ მეუბრუნოთ იგივე მის ხადაგება ხო დღეს ფაქტურად წეგანსა ვთქვი რომ ესა მისაბაძი მაგალითად როგორ უნდა იყო ადამიანი და გარკვეულ მომენტში როგორ არჩევნა გააკეთო იგი აი 100,000 მოწამე რომ ახსენეთ წარმოიდგინე აი ხატებზე ფეხის იმის გამო არ დაებიჯათ ამდენი ადამიანმა შეიწირა სიცოცხლე ხო და ერთ-ერთი ამასთან უკვე ამერიკელი იყო ჩამოსული გაცნობები ამ ისტორიაზე და გაიქი მეტეხ ხიძე და მთელი ემოციები თქობა ამას რომ აი მაშინო და უხსენს მას რომ ესე იგი აი რომ ხედავს ადამიანს წინ დგა ესე თქვა რიგი იყო და ვისაც თავი უნდა მოეკეთოთ ხო და უკან მდგომი რო ხედავს შენ წინ მდგომს თავს ესე იგი და შენც ამას მიყვები კი არ გარბი ხარ იქიდან აი ეს არის თავგაწირო და სიყვარული და ეს უფალი მატებს ამ დროს ძალას იმ უფალის ერთობა უკვე და ის შიში კი არა იმიტომ ქრისტეს სიკვდილი ეს იყო ერთ-ერთი შესაძინელს თუ ხო გორგასალმაც ხოს დაგვიტოვა ანდერძად რომ ეძებდა ქრისტეს და მისი სიკვდილს ასე და ამიტომ გადარჩა ქართველები და ამიტომ მოვედით აქ ამ დღეს და მადლობა ღმერთს დღესაც ჩვენი დედა ეკლესიის თავის მოწოდების სიმაღლეზეა და მოძღვებიც არიან რომლებიც მართლაც უდიდესი რომლებიც ასრულებენ თავიანთ აი უძიმეს მოვალეობას იმიტომ რომ მღვდლობა არ არის პატარა ამბავი და თან დღეს მით უმეტეს კი როცა ამდენი შემოტევებია შიგნიდან გარედან რა ვიცი ყველა მხრიდან და მადლობა ღმერთს ამისათვის რომ უფალს გვაძლევს ალბათ ამის ძალას და ვწდით ჩვენც იმიტომ რომ როგორ გაუძლოთ ამ ყველაფერს ისტორიის უფლის შეწევით უფლზე მინდობით და მორჩილებით ამართალი თქვით მამა ხშირად არის ხოლმე რაღაცა რომ ეხლა ვინც ებძვის სიტყვაზე ეკლესიას რაღაცა მოძღვარს ებძვის ხოლმე რაღაცა ადამიანებს თავის გაჭირვებიათ და კიდე ზემოდან რაღაცა პრობლემებს უქმნია ხოლმე და ხან მithქვამს ხოლმე იცი ამდენი პრობლემა აქვს თვითონ იმ ადამიანსაც ეხლა შე რო კიდე ზემოდან არ შეუქმნა ხო და თან ზოგს მოაქვთ რომ სიტყვაზე ეკლესიურები არიან რაღაცა და ვითომ შიგნით რაღაცა ის აქვს რა ქვია დამლაგებლები არიან და შიდა პროცესების თუ რა ვიცი და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ისაც ადამიანი თან თუ უყურებ მამა სუსტია და დასალაგებელია იმას ეხა რაღაც ულაგებ შენ ან შე როგორ დაულაგებ დაუდექი ჯერ გვერდით და მე იმას კი ჩვენთან მამა ეგ პრობლემა არის რომ აი ერთმანეთის ჭირით რაღაცნაირად იმას ვიკეთებთ რა აი ეს გვაკლია თანადგომა გვაკლია ზუსტად თანადგომა ერთმანეთს აი მდგომარეობაში შესვლა იმიტომ რომ თქვენ სწორედ ბრძანებთ ეხლა რომ
რომ დავინახავთ ადამიანს რაღაცა ის პირიქით კი არ უნდა განიკითხოთ ის და კი არ უნდა შეურაცხყოფა მიაყენოთ და კი არ უნდა ფეხი არ უნდა დავაჭიროთ ასე ვთქვათ კიდე. მასზე კიდე იკეთებენ თავის მდგომარეობას. პირიქით უნდა მას ვანუგეშოთ წამოაყენოთ რა გამოიყვანოთ იმ მდგომარეობიდან ხო ეს არის ქრისტიანობა და არაპირიქით მე ამასინაც ვთქვი გადაცემაში რომ რაღაც ჩასაფრებული პოზიციაში ვართ რა რომ ერთი სული გვაქვს რომ ვიღაცაზე რაღაცა თქვან და მთელი ადამიანები მთელი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღდგება და ლანძღავს იქნება არ ჩაუდენია ან თუ ჩაიდენია იქნება ბოინანია იქნება რასინა მდგომარეობაში ეს ადამიანი ხო ყველაფერს თავის მნიშვნელობა აქვს ხო და აი სამწუხაროდ ესეთი თან არც იციან ეს სინამდვილე არ არის მართალი ტყუილია თუ რაში ასე და აი ვიცი გაუცხოება არის აი გაუცხოება როგორ თუ არ იცი ხო არ უნდა გაგდა თუ სინამდვილე დაუდექი რა მაგრამ არა რაღაცაით მამა ის აი ის ადამიანი აღარ არის როგორიც ღმერთს უნდოდა და როგორიც დაბადა საქართველოს ალამას ადამიანებს შობდა და დღეს რაღაცა ერთმანეთის დაჭმაზე და იმაზე ვარ და თუ იმე გამოერია კიდე ისეთი და სადღაც ალექსანდრეს მინდა ვკითხო მადლობა პირველ რიგში რომ ხარ ჩვენთან აი მართლა ამაყივა რომ შენ გიცნობ და რა მაინტერესებს ალექსანდრე აი ეს უსიყვარულობა ჩვენ ხშირად ვისაუბრია ამასთან დაკავშირებით აი ესეთი რაღაცნაირად გაუცხოებული რო არის ადამიანი ერთმანეთზე რო არ ფიქრობს პირიქით ერთმანეთს აწყენებენ ხოლმე რისი ბრალი არის აი შენი აზრით უბრალოდ რა თქმა უნდა ეს უსიყვარულობა რაღაცა თირკოს ნენელა გშორდება და საშინელი შედეგებს მომტანია ეს უსიყვარულობა იმიტომ რომ თუ სიყვარული არ არის ადამიანი გძულს ყველაფერს წავაპირიქი და არის იქნება საშინელება და ამის გამოსწორება რა თქმა უნდა ეს პრობლემაა რომ დიდი პრობლემაა იმიტომ რომ ბევრი რაღაც ცუდის რაღაცის გამოწვევა შეუძლია და როგორ უნდა ეშველო შენისაც რა თქმა უნდა მერწმენი და პირიქით შებრუნებული მოქმედება უნდა გააკეთო ასე ვთქვა და უნდა გიყვარდეს ერთმანეთი თუ არ გიყვარს ერთმანეთი და გწურს და შუშყობი და ის სიძულე არაფერი არ გამოვა აი რა გამოვა არაფერით თუ სიყვარულია სიტყვა ერთმანეთის გაგება და ურთიერთსიყვარულია და არ არის პირიქით ადამიანის სიძულე და ეგეთ რაღაცები რა თქმა უნდა აი იქნება და მით უფრო ასე ვთქვათ ერთნაირად გადადგავს ადამიანი რომ ეს სიყვარული ღმერთისკენ ერთნაირად გადადგავს და აგაც ვიდეოთ ის რწმენას და რწმენის გარშე სიყვარული არ არსებობს უბალი ვინ არის თვითონ სიყვარულია ხო უბალი და თუ უბალი არ უბლის არ გწამს მას სიყვარული რანაირადაა შენში მაშინ იტყვები ხო გეგრი გამოდის კი მართალი მართლა ეგ სწორი არის როგორ უნდა დავაძალოთ აი როგორ უნდა შევძლოთ რომ აი სხვას დაუდგეთ თან ეხა დღეს ადამიანი რომ ცუდად არის უკვე გამოიხედებოდა მარტოა ხოლმე რა არავინ არ ყავს ის რომ აი რაღაცა დაეხმაროს და რაღაც დამხმარე ვერ ნახა აი გამგები ვერ ნახა ადამიანი იმიტომ არია რომ გაუცხოდა ეგ ისე ჩვენ ბრალია რომ როცა ადამიანი გჭირდება მაშინა ფასი და მაშინაც როცა გრამე გასაცეში ჩავარდე მე ნამობ რომ აი თუ მე რომ წულდა ახლა მე დამჭირდა ესაც ერთ ვერ გაკვეთილია რომ უნდა მის გარშე სიყვარული და ჩვენს გარშე არაფერი არ გამოვა რა უნდა მე რთულია ასე ვთქვათ რომ რაც აწყენინე თავიდან დაუბრუნო მაგრამ არაფერი არ შეუძლებელი შეუძლებელი არაფერი არაფერი არ რთული და არ შეუძლებელი ხო და აი წმენის გამო ეხა წმინდა გიორგიზე წეღარო თქვი ამდენი რაღაცა გააკეთა და რაღაცა აი ჩვენ არ ვართ ეგეთები როგორ უნდა დავითმინოთ როგორ ჩვენ წმინდა გიორგი ამხელა წამება გაითმინა და ჩვენ კიდე ერთ სიტყვას არ ვითმეთ ვიღაცისაგან აი როგორ უნდა ვისწავლოთ ეგ მოთმინება რომ რაღაცნაირად აი რა გიქნია მაგალითად რო გინდა რომ პასუხი გასცე ვიღაცას და არ როგორ მოგითმენია აი რა გიქნია აი შინაგანთან გასულ ხან აი რა უნდა გააკეთო რაღაცა როცა ერთი მაგალითს რო იყო რომ როცა გინდა სიბიტყვება და შენ არაფერს არ მასგიშვება და შენ გინდა სიფარკლე თქვა მაგრამ უნდა მოითმინო სხვა არაფერი არ აქვს ვერკში ბევრი კონია გეჭირტყო რაღაცას უსმენ და ისეთის კატეგორიულად არასწორს პირველ რიგში ბავშვობა ხოლმე რომ კაი გაანებებ თავს და უბას მივანდო ყველაფერს უბლის შვილები ვართ ყველა და თქონა მას უნდა მივანდოთ ეს ყველაფერი მათყوارა ადამიანს რა უნდა აი შევიცოდოთ აი როგორ უნდა შევიცოდოთ ცოტა რთული არის მიხვდი ძალიან ადვილია ეს შენ იმიტომ რომ ძალიან
ჯერ არ გაქვს ისეთ პრობლემებთან შეხება, ადვილი არის ესე, მაგრამ აი დიდებს ცოტა უჭირთ ხოლმე, აი მარტო როცა ატყუებენ რაღაცა, როცა პრობლემები აქვთ ესეთი. როგორ უნდა აი რა უნდა გააკეთონ? პირველ რიგში მენით რომ უნდა დაარიგოს წყნარჩვი და ზოგი რო გაბრაზდება ხოლმე და ყოველთვის დაუწევს ეგრე პირიქით შეიძულოს და უარესის მდგომარეობა შეიძლება ჩაგდო ადამიანი. პირველ რიგში რა თქმა უნდა ისე რწმენასთან მივდივართ ხო რწმენი თუ არ იყავი ვერაფერი ვერ გამოგივა არაფერი. სიყვარული დარიგები და წყნარად, იმიტომ რომ შენ დაუწყე ყვირილი მას არ გაიგებს საერთოდ და უფრო გაუარესდება მის მდგომარეობა. პირიქით წყნარად ჩვიდა და მან თუ არ გაიგო შენ ვერაფერს ვერ გახდები, იმიტომ რომ შენ თუ ერთხელ უთხარი, ორჯერ სამჯერ და ვერ გაიგო, ეგ უკვე რთულია, ასე ვთქვათ, რომ გააგებინო. კიდე რა სიტყვი ისეც, აბა ის შენგან მაინტერესებს, ხა რომ მოდიოდი გზაში ხო ფიქრობდი ამას ვიტყვი რა რაღაც. აბა რაზე ფიქრობდი, მაინტერესებს რა. აი რა პრობლემას ხედავ დღეს მაგალითად, თუ აი რა არის გამოსასწორებელი? აი ზუსტად რაც ისე რომ სიყვარულობა და ზოგს გოდია რომ ვიტომ მე ვიღაცა მიყვარს გიჟდე, მაგრამ უფალის არ წამს. მაშინ არის სიყვარული გამოგდის. თუ უფალი არის თვითონ წაღანს ვახსენე სიყვარული და თუ უფლის არ გწამს, რანაირი სიყვარული, ესე იგი შენ გაგარ უბრალოდ სიტყვებით და თუ სიტყვას ესე ძალა კი აქვს, მაგრამ საქმეთაც უნდა დაამტკიცოს ყველაფერი. მე საქმეზე რომ მიდიხარ, თუ ღმერთის გარეშე ხდება ის სიყვარული, ვერ ამტკიცებ, ხო და ღალატო, ხო? აი მაგასაც რომ აი ყველა გზიდან ასე ვთქვათ, ყველა ისა მიდის წვენასთან და უფალთან. უფალს უნდა მიენდო ყველაფერში და ყველაფერი კარგად იქნება. აი საწყისე როგორ უნდა მივენდოთ, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივენდოთ, აი რაღაცა ლოცვა არის, მაგალითად რო წავიკითხოთ, თუ აი რა უნდა დავაძალოთ თავს, რომ მივენდოთ. აი მაგალითად არის რა ცუდი ყოფაქცევის ადამიანი არის და რაღაცეეთ არ გინდა რა ამასთან რაღაცა როგორ უნდა დააძალოთ თავს, რომ ისიც არ გწულდეს. აი პირველ რიგში რომ უნდა იცოდეს პირველი რამო მაგრამ რომ ისაც უფლიშვილი, შენც უფლიშვილი ხარ, არაფერს არ განსხვავდებით ერთმანეთისგან და აი კიდე ის მე რასაც ვთქვი, ერთადად ეს პრობლემაა, რომ მოუთმენლობაა. ადამიანი უცებ წამოიჭრება და ეგრე მიდის ჭხუბი და ეს ყველაფერი ესეთი რა სასიამოვნო და პირველში მოთმინებით და ადამიანი თუ მოითმეს და რამდენი წმინდა იყოფილა, წმინდა გიორგიც მოითმინა, თქვენ რო ახსენეთ, არაფერი ახლა არ მოუღია და ჩვენი სიტყვებზე წამოიჭრებით ხოლმე და ანუ მოთმინებით და თუ მოითმეთ, რა თქმა უნდა, და უფალს მივენდობით, კი რთული არის მოთმენა, როცა ხედავ რაღაცა ისა, მაგრამ ესე საჭიროა ტოვა ესე და ესაც რთულია. ერთგვარი გამოცდა ესაც ჩვენი ეს ცხოვრების, რომ და მოითმინოთ და რაღაცა ავიტანოთ საერთოდ. სხვადასხვის რო ითმენდა, მე პატრიარქმა თქვა რა, მართლა პატრიარქს ამხელა მოთმინება აქვს. სხვადასხვის პატრიარქს უნდა კითხო მე, მაგრამ ეხა გეტყვი რო ითმენდა ზეციდან ხმა მოესმა, რომ ქრისტე ღმერთმა უთხრა, რომ ისა რო ქვიაო, ნუ გეშინია გიორგიო, მე შენთან ვარ. რა მაგარი არის, როცა რაღაცა გიჭირს და ითმე, ხო? პატრიარქის ნათქვამი არის, ხო მამაო, როგორი ის არის და მართლა იყო ეს ზეციდან ხმა მოესმა, რომ ნუ გეშინია. რო არა მადლი ფიზიკურად ადამიანი ვერ გაუძლებ ამ ტკივილებს, გიორგი, ხა წამოვიდგინოთ საშინელი მეთოდები ქონდათ, ხო? როგორი ჩვევა ქონდათ, რომ ესე იგი ერთი ესეთი საწმიდანი იუსტინე ფილოსოფოსი რა და მიიყვანეს საწამებლად დაულაგებენ წინ წამების იარაღებს და უნდა აერჩია მან ან წამი მოწამების გზა, ან დაუშვათ იქ ესე პატრიოტად თუ არ ყოფდა. ხო და თქმა უნდა და ის ჯალათი ეკითხება რომ როგორ ფიქრობო შენ ახლა მართლა გჯერავს რომ აი მის სანაცვლოდ რაც მოგილსო წინო უფალია ჯილოს მოგცემს არ თუ მჯეროს ამ თამაში ღრმათ ვარ დარწმუნებულიო რომ მე იმას ჯილოს მივიღებო და ამდენი ყოფილი ასეთ რომ ცხადად უფალს მოუწოდებია სასულიყო ეს მოწამეები ხო და სხვასაც კი გაუგია ხო წამოვიდგინეთ ეს უთო ვერ გარკვეული რაში იყო საქმე ისე ქონათ როგორც ჩაკირთებული აი მაშინ აქვია გაკერპებული ფოსტურად აი მოგუნურობაში რომ მივხვდით იმისა რომ ესე იგი აი ნებისმიერ მოწამე რო ავიღოთ ხო ესე იგი ცოცხალყდარს მიიღონ და გადაჩენს იმედი რო არ ქონდათ ასე თქვა ეგონათ რომ გარდაიცვლებოდა და მეორე დღეს სასალამადი წარდგომე მათ წინაშე ხო და გაკვირვებია და აბრალებდნენ ჯადოქრობას იმდენად ადამიანი რამდენიც გონია ხანდახან იმდენად არის უგუნურობას იჩენს ხო და ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენზე არის დამოკიდებული ისე ადამიანზე მაგალითის მიმცემები უნდა იყოს ყველასათვის ხო ერთი ადამიანს რო გადარჩეს რომ ამას გვასწავლოს ხო და ეკლესია მის ირგვლივ ძალიან ბევრი ცხონდება
არასებობს გამოვალ სიტუაცია ძალიან გვებრძანეთ რომ ძალიან მიექანება კაცობრიობა უყურებს რა ხდება ხო აგერ ეხლა ამზადებენ კამოპროექტს რომ აი მოზარდებში აი ოპერაციების სქესის შეცვლის ოპერაციების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით და ვინც ამას არ მიიღებს ემუქრებიან რომ შეუჩერებენ ფინანსურ დახმარებას და ყველაფერს აი სამდე მის უკვე კაცობრიობა ხო რა დონეზე დაეცა რომ აი ბავშვი რომელიც ის ესე იგი ვერიაზებს ასაკეთებს ბავშვი ხო ბავშვი უნდა მოთხოვოთ ხო აი ესეთ იმაზე მშობლების ნებართვის გარშეც ამას აპირებენ ეს რაღაცებს გაკეთებას ხო და ეს ხო აი ადამიანი ფაქტურად ხშირად მსგავსებით ხო რაღაცა ცოტა ძალიან შეცდერება მაგრამ წარე რეალობაა ეს ხო რაღაცა პირუტყვს თუმცა უფრო მეტად შეიძლება თავის შვილის იმის სიყვარული ვიდრე ადამიანმა ხოლმე ესეთ იმაში აღმოჩნდებიან ხანდახან იმიტომ რომ გონიერი არსება რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდება ეს უკვე საშინელება არის სამწუხაროდ ამას ალბათ ვერავულთ გვერდს იმიტომ რომ რაც წელი ეონეს გამოცხადებაში ყველაფერი აქეთ მიდის ხო მაგრამ ჩვენ ამიტომ თქვი მე წეგანაც ბრიტის პირზე გვიწევს სიარული რომ უდესი სიფრთხილით უდესი ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ რაღაცა შეცდომა არ დაუშვათ ისეთი რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს შემდეგ ერთსაც და თითოეულ საკუთარ თავსაც მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით არ თუ ისე ვდგავართ ახლა მყარად ხო ჩვენ და ეკლესიას და ყოველთვის უთქვია ჩვენ და ეკლესია გადავწყვეტი სიტყვა ამ უნიშნულოვანს მომენტშიც კი ამიტომ უნდა დავლებოთ ხოლმე ყველაზე კარგი იქნება ეკლესიის ხმას რა სიტყვის და ეკლესია და ჩვენს ისე მორჩილებით და თავმდაბლობთ უნდა მივიღოთ ეს და მოგწონს თუ არ მოგწონს თუ უნდა რომ გადავრჩეთ და თუ არა მაშინ რა თქმა უნდა წენა თქვით რომ ესე ვინ აი ხშირად ვინ განიკითხავს ვინ აზღავს ეკლესიას უმეტესიც ადამიანი საერთოდ შეხება არა ხო არც მარხულობს არც დადის შეიძლება ღმერთი არ სწამს ხო და იმისგან არც უნდა მივიღოთ ამიტომ აი ჟურის კანონში გაწერილია გიორგი ეს რომ აი მომჩივანეცო იყოს თუ კი არის ხო ურწმუნო ასე ეკლესიის მოძლა იმის არც უნდა მიიღო იმ საჩივარს არც უნდა განიხილო აიტო ყველას თავის წესები სამწუხაროდ დღეს უგულოყოფია ეს რაღაცები და ადამიანი ვერ ვაცნობიერებთ აი რა არის ძირითადი არსი და თუ კი ამას მიხვდებით ჩვენ რომ თავი რა არის რომ როგორც უფალი გვეუბნება რომ ეძიებდეთ პირველ სასურველად სადაც დანარჩენი ყველაფერი მოგეცოდოთ თქვენ ამას როგორც გავიაზრებ და შევიმეცნებ და გავაცნობიერებ ხო ყველაფერი იქნება თავის ჩადგება თავის კალაპოტში ამიტომ რომ ჩვენ თავია ჩვენ ვართ გამარჯვებული ოფში ჩაბული ხო ეს სიცოცხლე გიორგი ხო და ესე არის მადლობა ღმერთს ამისათვის რომ ჩვენ არაფერი არ ვჭირს იმიტომ რომ საგავიყოლოთ წმინდანებია წმინდა გიორგიმ და სხვაებად გაგვიყოლა ჩვენ გზა უფალ და მისასვლელი და ჩვენ ერთად დაგვჩვენე ის რომ მივყოთ ამ ნაკვალებს და მივიდეთ უფლად აი ეს არის თავი და რა მაინტერესებდა იცი ალექსანდრე კითხავ რომ აი ხლა რომ მაგალითად ადამიანს განიკითხავენ იქ აი ამ ეკლესიებს განიკითხავენ ღვთელს განიკითხავენ რაღაცა ხა ეს ხო ან მაგათ არ აინტერესებს საერთოდ ის მაგათ თუნდაც რომ ეკლესია დაცალონ ხალხისგან ამ შემთხვევაში აი რა შეიძლება რომ თქვა აი თუნდაც პატრიარქმა რამდენი იშრომა და როგორ მოიტანა აქამდე ხო ეს ყველაფერი და ვიღაცები ამ ყველაფერს ანადგურებენ აი რა შეიძლება ამ ადამიანს უთხრა აი შენ როგორ ფიქრობ მაგალითად კარგია ცუდია თუ აი როგორ არის მაგ საქმე და მათთვის რა იქნება რა თქმა უნდა ცუდია და საშინელებაა რომ როცა არ გაქვს შეხება და არ ხარ გაცნობილი აპროტესტებ და ისედაც რო განკითხო ცოდვა აი რო იზახიან რომ ეს ესეთი ეგაც განკითხვა აი საშინელება უგუნურობაში ვარდებიან და რა თქმა უნდა თუ არ დაუფიქრნენ ეს მოიტანს ძალიან სულ შედეგებს იმიტომ რომ ადამიანით ასე თქვათ თუ შეეჩვია როგორც ადამიანი რაღაცას ეჩვევი ხო ეგრე შეგიძლია ნებისმიერ რამეს შეეჩვია და თუ ყველაფერს შეეჩვია იქნება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი და რა თქმა უნდა ადამიანის გონიერი არსება არის და შეგვიძლია რომ გავანალიზოთ რა შედეგები მოყვება და მოჩნენ რაღაცა ეკლესიის გმობასთან ნესტაც რა უნდა დაგმო ხო ეს და ეკლესია მართლა გზა არის პირდაპირ გაყვავილული ღმერთთან რომ უცხონდე და ინც გზას არ მიყვება სვან მაშინ უფლის არ წამს და ტყუილად იძახის ვინც იძახის რომ უფლის წამს იმიტომ რომ თუ გზას არ გაყევი მაშინ არ ხარ ესე ვთქვათ ჭეშმარიტი ქრისტიანი როგორ უნდა მიხვდეს ზოგი ვერ ხვდება მაგალითად რომ სიბოროტეს ჩადეს ყველაზე ცუდი ეგ არის რომ ზოგი ვერ ხვდება ზოგს გონია რომ აი ესე უნდა იყოს და რაღაცა ეშმაკი ისე უბრმავებს ხოლმე გონებას ხო თუ შეიძლება აი როგორ უნდა მიხვდეს ხო შეიძლება დაფიქრდე აი რაღაც მომენტში რომ ის
აი რა თქმა უნდა ადამიანის დაფიქრება რომ გონებასთვის გაქვს რომ ვისაუბროთ დაფიქრდეთ ერთ-ერთი მათგანი ეს არის რომ თუ ადამიანი დაფიქრდები და გაანალიზება როგორც სადმე ხარ ხო რაღაცას უნდა გადაგეგმო მეორე დღესთვის იყოლება სხვა ანალიზები რომ იქნება რაღაცა რას შედეგს მოიტანს და რა მოხდება იმ დღეს ხო დაახლოებით ხო იცი ახლა არავინ არ იცის რა მოხდება მაგრამ ყველაფერს გეგმა ვაანალიზებ და ეს უნდა გაანალიზო ადამიანმა ყველაფერი რომ ზოგი არც უფიქრდება და ჯერ იქნება რა შეძახი ხო შეიძლება გაანალიზო და დაუფიქრდე და ზოგი მაგას არაფერს არ მოშორება და ამიტომ უნდა დაუფიქრდე თითოეულ ადამიანის სიტყვას თუ რომ მოვაცხოვრებ და დაგვაფიქრებს ხო მაინც ხო რომ ის რას დაუშავებ ან რაღაცა და როგორი რთული არის მე უკვე გვიანი იქნება სამწუხაროდ ჩვენ და მამო რას და აი თქვენ რა სიტყვით რას დაამატებდით ამ ყველაფერსო რა შეიძლება რაღაცა იხა პირველ რიგში არც ვანრო გიორგი იგივე შეგონება რაღაც თქვენ ნაწილობრივ შევეხეთ ამ საკითხს ალექსანდრე მოცის საუბრა როდესაც უფალს ამას გვასწავლეს ხედავთ რომ ყველა ჩვენი აი ვთქვათ მოყვას ჩვენი მოძმეას ვთქვათ ხო არ არის აქ რაღაც თქვი რომ არის გულისხმობა ხორცენაცავი როდესაც ხედავთ რაღაცა ცნობილებაშია ხო ქრისტიანულად ესე არ უნდა მივიდეთ მარტო როცა იქნება და ეს უთხრათ რა იმიტომ რომ გამგები ალბათ გაიგებს სიტუაციას ხო კი არ უნდა განვიკითხოთ კი არ უნდა ლანძღოთ კი არ უნდა აუშვათ შურ რაღაცას შეუწყოს კი არ მაყენებდეთ ამ პირში ან ზურგს უკან ხო თუ ახლა გვიყვარს ვიცი თუ ისაც შეიძლება ჩვენც იმაზე უარს თუ მოგვარს ჩავარდეთ ხო ხალხაზე ვინ არის ამას დაზღვეული ბევრი ისაც ყოფილა მეუდაბნოე მამა მაგალითად გარკვეულწორებს მიუღწევა და იქიდან დაცემულა მე ხო იმდენაც მეტად ადიხარ სიმაღლეზე უფრო ალბათობა რომ ჩამოვარდე იქიდან და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ამ თულ ნაბიჯს და უფიქრებდეს ადამიანი როგორ გადადგასო ანუ ორმოში არ ჩავარდეს და ფეხი რამის არ წამოგრას ხო სიფრთხილე მართებს უნდა შევაგონოთ უთხრათ და თუ გაიგებს ხო კარგი თუ არა და მე უფალი გეუბნება რომ 2 ან 3 წლის თანდასწრებით თუ მიდითო კიდე ამხილეთ კიდე უთხარითო და თუ არ გაიგებსო მე რომ გადაეცო საკანონო ეკლესიას გადაეციტო და თუ არც მათი გაიგო მაშინ უნდა თუ ადამიანს არ უნდა რაც არ უნდა ჩვენ ვეცადოთ გიორგი ხო ამის გაგება ძალად ვერ გავაგებნიოთ ხო აი ეკლესიას ვერ მოვიყვანთ ეს იმიტომ რომ ზოგს სასწრაფოდ არ ყოფნის ახლა მით უმეტეს აი სამწუხაროდ რაც სკოლებიდან მადლობა ღმერთს დღეს რელიგიის სწავლება იწყება ხო როგორც ვიცი ჩვენ და ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს იმიტომ რომ როცა ეს რა ვთქვათ გააძევეს აი 2006 წლის შემდგომ ხო ეს თავი ფაქტურად ძალიან ისეთ იმაში აღზრდილით ესო აი ბრჭყალებში ვითომ თავისუფლება ხო და თავისუფლების ნიღბის ქვეშ აფარებენ თავს და ამით იღბებიან რომ ეს ადამიანი აკეთო ყველაფერი ეს კი ბატონო ადამიანი თავისუფალი არსება მაგრამ აკეთო ყველაფერი ეს არ არის ჭეშმარიტ თავისუფლება ხო როცა უარ სიტყვი ის რაც გინდა და რამაც იცი რომ შენ დაგუყობს ან ვერაცნობიერებ და ვინც გეუბნება გამოცდილ ადამიანს რომ ამას შეიძლება შენ დაგუყობს ცუდ გზაზე ადგახარ იმას ხომ უნდა ადრე როგორ იყო აი ჩვენ თავობას ბავშვობა რო გვახსენდება ხლა ალექსანდრეს ხელა რო ვიყავით სულ სხვა სოფლმხედველობა იყო მაშინ ხო სხვანაირი მიდგომები იყო უფროს უმცროსობა იყო პატივისცემა იყო ვერ გავბედავთ ვერანი უფროსთან რაღაცა სიტუაცია ასეთი რაღაცის თქმას ხო ეს გამორიცხული იყო და რომ დავინახავდით ყველას ის ქონა ხო რა მოგზალება და დღეს ნახეთ რა ხდება დღეს აი შენიშნა რომ მიცე თუ მას ბავშვს რა ცუდად იქცევა ხო შეიძლება აქ რაღაცა საშინელება დაგმართოს აი და რამდენი ესეთი ისა აი ხლა ნახეთ ხო ხლა აპირებენ 14 წლამდე ბავშვების გარკვეულ იმაში მოქცევას იმიტომ რომ სამართლებრივად ხლა ეს გაკეთებას ხო იმიტომ რომ ეს 2005-6 წელი იყო იმდენად გაიზარდა მათ შორის კრიმინალური მდგომარეობა მოზარდებს 14 წლამდე კი მაშინ მის დროს წინა ხელისუფლების დროს ეს ასაკი დაწეს ჩამოიყვანეს თვალსწრაფი გონ 12 წლამდე ხო და მე კი გაუქმდა მაგრამ ეხლაც არის აი რატო რომ ეს რაღაცნაირად უნდა მომავალ თაობას უნდა მართლაც მიხედვა რა იგივე მე წანაც ვთქვი რომ როდესაც მოძღვარი შევა ეკლესიაში ხო მე ჩემი რეული ახალგაზრდა ბავშვია ძალიან ესეთი ის არის და ჩააბარა უნივერსიტეტში და იმას მოვიდა გახარებული იქ მასწავლიანო რელიგიასო და ყველას კარგად ეს მიყვარს და რამდენი ესეთი რომ ბევრ რაღაცას გაიგებს და სხვანაირად შეხედავს ხო ისწავლეს რა არის ადამიანობა და ქრისტიანობა ჭეშმარიტ ეს არის ადამიანობა რაც ადამიანი ცხოვრობს ხო რომელიც გადის ეს ურთიერთსიყვარულზე პატივისცემაზე არა შურზე არა სიძულზე
ხო და ამიტომ ეს აღიზრდება ასეთი იმაში ხო ეს მოზარდთაობა, რა თქმა უნდა სხვა შედეგებიც იქნება. ხო დღეს თუ სიტყვაზე 10-დან 8 ან 7-9 ან დავუშვათ 5 ან 6 სიტყვაზე ვიძახი სხვანაირად ცხოვრობს და სხვანაირად მისწრაფებები აქვს, ხო? მაშინ პირიქით სულაც მივიღებთ და დადებიც რა თქმა უნდა. და მადლობა გქონდეთ ამისათვის. დიახ. თან ქრისტიანობას ყველაზე კაი რაც აქვს. ნახაც ცხონებისთვის ფიქრობს ადამიანი, როცა ქრისტიანი არის და რაღაცა ეკლესიაში მოსიარულეა. იმ ყველაფერს რაც ადამიანურ ფარგლებში ჯდება, რომ აი სხვისი პატივისცემა რაღაცები, ეს ითვალისწინებს ერთად და ჩამოყალიბებული ადამიანი ხდები და ამას უშლიან სწორედ ხელს. აი ყველაფერი. ამიტომაც არის, როცა გადადგას ნაბიჯებს, უკვე იცის რომ რა არის, რატო უნდა მოუთმინოს, რატო უნდა შეეკამათოს, აი რამდენი ის ყოფილა ეკლესიის ისტორიაშია წმინდანების ცხოვრებაში, რომ საშინელციელ დაუწამებიათ, ხო? რაცა, ხო, მაგრამ დღეს რო არის პირში ვარდებიან და მედის ერთმანეთს აქვია რომ არა მე მართალი ვარ შენ ყვანი ხარ როგორ გამიბედე შეიძლება მართალიც იყოს ადამიანი ჯობია გაჩუმება ამით უფრო მეც მოიგებს ადამიანი ვიდრე დაუშვათ აი გამათი და ერთმანეთს დაპირისპირებთ ეს მე გადაიზრდება დაპირისპირებაში შეიძლება ფიზიკურ შეხებაში და ნუ საშინელი იმითაც დამთავრდა შედეგით ხო რაც სამწუხაროდ დღეს რეალობა არის და აი წეგანასაც თქვი რა აი მოზარდს შენიშნო რომ მიცე ხო ის ვერ იგებს ამას რატო არძლევ და გონია წეგან თქვი რომ თქვი და მართალია დოქტორთა უგინა მართალი და არ გეპუება რა აღარ არის უფროს უმცროსობა აი მორიდება მაინც ხონდა იგივე რომ აი უწმინდეს ხანახავში რომ აი ყველაფერს ხო აქ თავისი საზღვარი ბატონო გიორგი ხა ჯერ ასაკია მოდი ასაკს მაიცვეთ პატივი ხო ჯერ ამ ხელახზე გააკეთა მის მოწმენდასობამ არაფრიდან ამოიყვანა ჩვენი ეკლესია და დღეს აგერ სოფლიოშია საჩვენებელი ხო თითქმის საჩვენებელი მართლა თავისი ღვაწლი თავისი რა თქმა უნდა იგივე თავდაპირველით მიაღწია მანამ თავდაპირველობით მორჩილებით მიღებულობით სიყვარულით და მოთმინებით ხო რამდენს ითმეს ახლა წარმოიდგინეთ ერთი ისო იყოს სიტყვაზე ხო შეიძლება ადამიანი უფრო იმას იმსახურებას თქვი რომ საჯეს მიმსახურებები დაუშვათ წყალობას მაგრამ სუსტები ხო არ ჩვენ ამიტომ ამას ითვალისწინებს ეს საიდან მოდის რა თქმა უფლის სიყვარულიდან უფლის წმენიდან იმიტომ რომ ღმერთიც ასე არის ხო გიორგი წარმოიდგინეთ არაბის გამო შეურაცხყოფა მიაღეს და საშინელი როგორ ტანჯოს აწამეს და ერთი სიტყვა არ მოუღია ხო ვით არის ცხოვრი კლად მიიგვა როგორც ცხოვრი მიყავთ ეს ხმას არის დასაგლავად ასე იყო უფალეცო და იქიდან პირიქით ევედრებოდა მამაზ ღმერთს რომ მიეტევებინათ იმიტომ არის ხო არ იციან რასაკეთებენ და ესე ადამიანი მომენტში ვერაცნობიერებს და როაცნობიერებს ამას ხო არ ჩაიდება ხო და ამიტომ ჭირდება საკუთარ თავთან ჩაფიქრება ამიტომ ჭირდება ჩვენ ურთიერთთანადგომა არ დაუშვათ პირიქით შეურაცხყოფა და დაცინვა და განკითხვა არამედ იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ იგივე მდგომარეობაში ანუ ორაში ჩავარდა ხო აუცილებლად იქნება ხო რაშიც განეკითხავთ იგივეთი განეკითხებითო უფალები გაუნება ხო პირდაპირ და ეს არის როგორ ბერჯერ ალბათ გამოგვიცდა კიდევაც ხო ჩვენც ვართ სუსტები და გავუკითხე კიდევაც ვიღაცის შეგშურებია კიდევაც და ყველაფერი მაგრამ მე რო ვფიქრდები ხო ამხედა სიცხვილის მოდის მე რა აი რაღაცა სინისი გამხედს მაგრამ და რაღაცა იყო ჩავყოლა აი არასწორს ამაში გაწყოს ოქრობილის ამას ამბობს რომ ესე იგი სინისი არის მამხილებელი ხმა ეს სულის გამოძახილია ესა იმიტომ რომ ადამიანი ხორცელი ბუნებით მიდრეგილია ქვეყნიური იმისაგან და ქვია კეთილდღეობისაგან ყველაფერი უნდა თანამდებობა უნდა კაი ის უნდა ქვია სახლი კარი ყველაფერი ფული უნდა ყველაფერი მაგრამ ამ გაძლევს ღმერთი ხო და ვერ იყენებს როგორც უნდა იყენებს ხო ხვდებით და აი ამიტომ უშუალოდ მე შემდეგ უფალი განსაცდელებს რომ იქნება მივახვედროს და ამდენია რომ ესე იგი აი სტივ ჯობსის მიყვარს ხო გარდაცვალების წინა ხო მილიარდელი იყო ყველა ქონების და ეს არაფერი არ არის ყოფილა ყველაფერი აი მე მიხვდა და ხო და ესაც სათუა ჩვენთვის მაგალითია რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ რა იმიტომ რომ ამ ხელავრის უკვე ფული ხო რადგინა დალოცვა და დაეხმარებ გაჭირებულს რა რამდენია გაჭირება თავსაფრები რომ დაარსდეს სიტყვაზე და ყველა შეეციოს გარკვეულწილად და ზოგს პირიქით გული უსკდება 1 მილიონი წააგო და გული გაუსკდა მოგდა რაც რამდენი მილიარდები აქვს და იმდანაც ემონება აი ამ რაღაც იმას მატერიალურს და ხო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საშინელება მართლაც ამიტომ არის რომ ამიტომ გჭირდება ხანდახან ხომ ერთმანეთში შემოძახილი გამოფხიზლეთ ხო და მივკოთ ინაკოლებს აი წეგავს თქვი რაც გადაგვარჩენს ჩვენ იმიტომ რომ არც ერთი იქ არ შესულა მდიდარი და ესა რა ქვია ხო იმიტომ რომ ძალიან რთული არის ახალები თუ გახსოვთ ხო მდიდარი რა მოუვა რა ქვია მოსავალ და ვერტებს ბეღელში და უნდა დავანგრიო ახლა ოცნებობს და ის ავაშინებოდა, დაობინებოდა, დროს გავატარებოდა უფალი ეტყვის, რომ ამაღამ ამოხდება სულსა და მე ვიცი იქნება ეგ. ამას უყურებ თვალსაჩინო, იმიტომ რომ ხალხო არის ჩვენ რა იქნება.
ზუსტად. გავიწყდება. გავიწყდება, კი, იმიტომ რომ გეგმებს ვალაგებთ, რომ აი ესე იქნება რაღაცა, ჩვენ დროს იწავლება ხოლმე სკოლაში ღარიბ და ქილაერობა თუ გახსოვთ, ხო, როგორ აი ესეთ იმაში ვარ მდგომარეობაში ხშირად. ასე თქმა უნდა სამწუხაროა და იმიტომ ადამიანი გონიერი არსებაა და ეს არ შეგშვენის რა, იმიტომ უფრო მეტი მოგეთხოვება, რაც მეტი გვეძლება, მეტი მოგეთხოვება განსხვავებით სხვა აი ქვნელებისგან, ხო და იმიტომ რომ ცოტა ისე უხე შედარება და ცხოვრს ვერ მოთხოვ პასუხს რაღაცის გამო, ხო, ეხლა საჯარო თუ რაღაცა იმას მოიმოქონოთ ესეთ საქციელი და ჩვენ ხო ადამიანები ვარ და მეტი მოგეთხოვება, ხო. რა თქმა უნდა მოთმინები და იგივე ბევრ რაღაც შეიძლება მეც ბევრ რაღაცა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებთ რატო? იმიტომ რომ ეს ვციროს შემდეგ იქნება ჩვენთვის ცუდი შედეგის მომტანი. ხო, ღმერთსაც უნდა და იქნება ღმერთი მოგცემდა, ხო? ხო, აი როგორ უნდა ჩვენ როგორ უნდა დავძლიოთ ეს აი ის სისწულეები ალექსანდრე, შენ როგორ ფიქრობ? ხა რაღაცები ხო გიფიქრია, მაინტერესებს ძალიან ბოლო 5 წუთი სულ შევდა კითხო. რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ახსენებ რომ ასე ვთქვათ, მთელი მე რაც ვისაუბრო, სულ ერთი და იგივეს ვახსენებ, რომ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი უძლურია რწმენის და სიყვარულის გარეშე. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისევ და ისევ მიგვიყვანს, ასე ვთქვათ, ყველაფერი გვიკვალავს გზას ქრისტიანობამდე და რწმენამდე, რომ ამის გარეშე შენერებას ვერ გახდები, ხო? რა თქმა უნდა ქრისტიანობით და რწმენით დაძლევ ნებისმიერ სირთულეს ეს გინდა ლოდის გადაგორება იყოს თუ რა გინდა ის იყოს არაფერი არ არის შეუძლებელი. კი და როგორ ფიქრობ, აი რატო არის ადამიანები ძალით იქმნიან ხოლმე პრობლემებს, ხო? რატო? აი ხო შეიძლება რაღაც კარგად იცხო რაღაცა და ხდება ხოლმე ესეთი რომ ვერ ხვდება ადამიანი და მე პრობლემაში აღმოჩნდება ხოლმე. და რატო უშვებს ამას ღმერთი ადამიანზე? და თვითონ ადამიანიც რატო ცდილობს ხოლმე. რატო არის დაშვებული ადამიანზე ცუდაი პრობლემები და სიმძიმეები ამ სწორად. რა თქმა უნდა ესაც ბეშმაკის იმითა ეხლა უფლის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი რომ აი ახსენა რომ თუ არ გამოიწვნა ის ფეხბურთელი ისე ხო ვერაფერს ვერ მიაღწევს თუ არ ვარჯიშა და არ მოასა და ეგრე ქრისტიანობაშიც თუ არ მოემზადე ასე სულიერად და არ ასე ვთქვათ არ გამკლავდი ამ სიმძიმეებს ასაც ქვია ვერაფერს ვერ მიაღწევა ეს გინდა ეს ბრძოლები იყოს რაც გინდა ის იყოს ესე იქნება ხო ბრძოლები ხო კი რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაში ყველა ვარიანტში ხო თუ კი რა თქმა უნდა უფრო მეტი ბრძოლები აქვს ვინც ასე ვთქვათ ხშირად აიჩართული ქრისტიანობაში ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა ყველას აქვს ეს ბრძოლები რომ მაგალითად ვიღაცას რომ რაღაცა გასაჭიროა მე ეწყება ქრისტიანობასთან რომ მიდის უკვე მე ჭირდება ღმერთი და მაგ დროსაც ბრძოლები რო ეწყება უფრო და უფრო ასე ვთქვათ უახლოვდება ქრისტიანობას და ესაც უფლის დროშებითაა რომ რაც ადამიანს შეუძლია მით უფრო მიუახლოვდეს ქრისტიანობას და ზოგს გონია ხოლმე რომ ეს ღმერთო რატო დაუშვიდა მსგავსი წინადადებებით არ არის ეგრე რომ პირიქით არის ეს ყველაფერი კარგი და ჩვენთვის სასიკეთო. აი როგორ გიქნია ხოლმე ხო ქონია რაღაც პრობლემა, აი როგორ გადაგილახია, აი რა გიქნია, აი ღმერთის წინაშე ან რა გიფიქრია, აი ღმერთო რატო გამოუშვი ეს პრობლემა თუ აი რა საჭიროა ეს ყველაფერი, აი პირველ ვინმეღაცას ვხედავ რომ რაღაცა გასაჭიროებები რომ საჭიროა თქვა, ეთქვა ეს ღმერთო ეს თორშა საჭიროა, მეთქი შეიძლება ჩვენ ვხვდებოდეთ, მეთქი მაგას საჭიროა. და მეც ეგრე ხოლმე რა თქმა უნდა ხვდები რომ საჭიროა და პირკით მადლობას ვუგნები უფალს რომ ეს ყველაფერი მოხდა და ასე ვთქვათ გადამხდა თავს. და ყოფილა ისეთ შემთხვევაში სიტყვაზე დაგიწუწუნია რომ ღმერთო რატო მე მომივიდა მაგალითად აი რაღაც მე მომივიდა და მე უცბად ერთიან შეგიხედია რომ უი არა თურმე უნდა მომსვლოდა არაფერი ისეთი არა. რაღაც ესე არ მახსენდება, მაგრამ შესაძლო ყოფილიყო, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ერთი რაღაც ადამიანს არ გადახდინოდეს. მე როგორც დრო შეგიხედი, ასე ვთქვათ, უკვე ხვდები რომ დაფიქრდი რომ ეს თუმე რა კაი ყოფილა და აი ამით ერთ წინა გადაცემაში ვთქვი რომ ამით ერთ ცხოვრებაში არის ეს ყველაფერი ცუდი. ну ესეთა პირდაპირ შეხვედი თუ როგორც დრო შეხედო ეს ძალიან კაია ეს ყველაფერი არის ძალიან კაი კიდე რაღაცა ჭირი რაც კიდე ის იყოს ეს ყველაფერი არის პირველი შეხვედრით ადამიანი
ასე ვთქვათ, ცუც ხედავს პიროს ადამიანი და გვერდო შეხედა მე რასაც კარგს დაინახავ და კარგს. და ზეცაში სხვანაირად ჩანს, ხო ის არის ჩვენთვის ეხა ტკივილი. ეხლა ჩვენთვისაც ტკივილი ეგ შეიძლება პირიქით ხიასი კარგი იყოს. ნუ ეგრეც არის. ამიწერთ ცხოვრებაში ეს დროებითი ეს როცა ხედავ, თორე ხომ მოვალ დრო და დაინახავ. ეს უბრალოდ ადამიანია, რომ ადამიანი ხედავს ამ ასე ვთქვათ ამ რაღაცაში ცუდ სწორე. ის სინამდვილეში ამიწერთ ცხოვრებაშიც კარგია. აი რატო არის კარგი მაგალითად აი გინდა ჭირია რომ უფრო როცა დააფასებ უკვე მაშინ როცა ვიღაცას დააფასებ მაშინ გჭირდება ხო როცა არაფასებ და ისა და როცა უკვე ჭირი მოვა და რაღაცა გასაცდელში ჩავარდები უკვე ის მაშინ დააფასებ როცა დაგჭირდება მაშინ დააფასებ და ეგრეა რომ რაღაცა ბაროჭეს მოგივლეს პირიქით კაი მადლობა უნდა უთხრა რომ მე ხო უფალი მაშინ ახსენდებათ რომ ბოლოზე თუ გააკეთე მე იწყები ტაზარს სიარულს აი ეგრეა რომ რა თქმა უნდა უბრალოდ მადლობა უნდა უთხრა და არ ვფიქრდება რომ ვერ ხვდება რომ რატო მოხდა ეს განსაცდელი ტაზარს სიარულს რო იწყებს რა აი სიტყვაზე ეგ მაინტერესებს აი რა აი ამით რა მაგასაც რაღაცა თითქოს რა თქმა უნდა ეხლა ეს რაც განსაცდელში რო ხარ ადამიანი ასე ვთქვათ მით უფრო გულიანა და რწმენთვირი ხარ ტაზარში ხო და ზოგი შეიძლება საერთოდ მივიდეს და უბრალოდ მივიდეს აი ამის გამო და შემორჩა გათავდა მაშინ ის ხარ გინდა რაც გინდა იქნება მაგას ეგეთ არაფერი არ აქვს ურწმუნოებას და თუ გულით არ გააკეთე არაფერი ისი არაფერს ასე არ აქვს და ეს ადამიანი რაღაცას გულით აკეთებ მით უფრო კარგად გამოდის ასე ვთქვათ რომ ის რაღაცა საქმე რასაც ნებისმიერ რამე როცა გულით აკეთებ ამ გულით ვიდექარ ტაზარში ასე ვთქვათ მით უფრო უახლოვდები ქრისტესაც ხო თუ გულოდ მიხვედი ასე ვთქვათ გაჩერებული ხარ ერთ ადგილას და ვერ იძვრი იქიდან ძალიან უყვარხარ ყველას თითქმის მენელები ვინც არიან ძალიან პატივსქცემა შენ და ძალიან უხარიათ ხომ შენი გამოჩენა და ატიმრებს უყვარხარ ძალიან სულ მეკითხებიან ხომ რაღაცა თუ შეგიძლია რა დალოცვა ან მოიკითხო აქედან იმიტომ რომ სულ ყურადღებით იმაშობიან ხოლმე შენს მიმართ რაღაცა ძალიან რა შეიძლება უსურო აი განსასწრელში არიან ეხა ხო წარმოიდგეთ ამ ხელა პრობლემები აქვს ხო პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავხადო იმიტომ რომ ეს უბრალოდ ის არა რომ ხალხს უყვარხარ ხო ეს არაფერი არ არის ესე უბრალოდ და პროექტში მithumedes პატიმრებსაც მინდა რომ დიდი მადლობა გადავხადო ამ გამოხატული სიტუაციისთვის და ეს ყველაფერი დაიძლევა არაფერს არ შეეშინდეთ იმიტომ რომ ესაც წეღანს ვახსენე კარგია პირიქით და ეს რაც უფლის დაშვებით ხდება უფლის დაშვებით არაფერი არ ხდება მიწის ცხოვრებაში და პირველ მადლობა დიდი და ყველაფერი კარგად იქნება და უფლის წყალობით ღმერთი შეეწევა მათ რა თქმა უნდა აი ვინც ეკლესიაში არ არის გეხვეწები ერთსაც კითხავ ისინი გამეხსნა კითხვები ხო და ვინც ეკლესიაში არ არის რას ურჩევა აი როგორ უნდა მოვიდა აი რას კარგავენ მაგალითად აი კვირას რო ეკლესიაში არის ასე ვთქვათ აზრი არ აქვს ცხოვრებას თუ არ დაგიხარ აი რას ეგეც ცხოვრება არის ასე ვთქვათ ქრისტიანობის საფუძვლებზე აგებული ხო რომ რა თქმა უნდა ყველაფერს და იარონ იმიტომ კარგი შეხედონ ეხლა დავფიქრდე ნამდვილად მინახია რომ ეს მე მოდიან და უთრო მე რა კაი ყოფილა და ამის გარშე ცხოვრებას აზრი არ აქვს და ადამიანი რო გარდაიცვლება უკვე მე დაფიქრდება და მე ჩავარდება ცუდებში რომ რატო გავაკეთე ეს და შანსის მიცემა მომდებ მაგრამ მე უკვე აღარ გვიანი იქნება და გვიანებული განტო სანამ ცოცხლები ვარ და შეგვიძლია არ დავაგვიანოთ ასე ვთქვა და ვიარო ტაზარში იმიტომ რომ ეს არის მთელი ასე ვთქვა დავალება ცხოვრების ხო მართლა ეგრეა სანამ შეგვიძლია და არ გავაცნე კვირა დღე როგორ უნდა გააცნო უფალი გეუბნება რომ ჩემი დღეა ისიც ჩვენ და სასიკეთო საზიარებდა დიდი მადლობა ძალიან ალექსანდრე და ყველაფერს იკეთეს გისურვებ მამაო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ და დრო იწურება და დაგლოცეთ თუ შეიძლება დაგლოცოთ ჩემო პატრონ გიორგი დიდი მადლობა მოწვევისათვის და ბიდა შობის მარხვა იწყება აგერ პარასკევს და თხოვე ყველას ვისაც არ უმარხო და დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება სამ მართლაც ვართ ამ ქვეყნად და ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით ძალიან დიდი ერთად გვეზაემდოს შობის საუბრობ დღესასწაული ყველას
ძალიან დიდი მადლობა და კიდე ერთი ჩვენ პატრიარქს თუ შეიძლება ერთი წამით უსურვებ და ერთი წამი და თუ შეიძლება პატრიარქზე თქვა ცოტა პატარა და всё. პიეში გამარჯვებას უსურვებ და ასე ვთქვათ მართლა რაღაცა სიცარიელიდან და სიშავიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და გაანათა ასე ვთქვათ ქრისტიანობის გზაზე და დიდი ღვაწლი აქვს თვითონ ეს შეუფასებელი ღვაწლი, იმიტომ რომ ამას დიდ ვერაფერს ვერ გააკეთებ ადამიანი, რომ ეს ძალიან რთულია, მოიწმეს კიდევაც და ძალიან წარმოიდგინეთ რა რთულია, რომ ამ ხელა ის ასე ვთქვათ პატარა სახელმწიფო, დიდი რწმენით ამოიყვანო ასე ვთქვათ ნაპირზე. ძალიან დიდხანს სიცოცხლე და კარგად ყოფნა. რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქი რო არ იყოს, მე მსგავსი მე არ ვიცი, ვერც წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია და ღმერთმა ილოცეთ გეხვეწებით აუცილებლად თუ სუყავთ ეს რა, მაგრამ შობელზე არ ილოცოთ ისე როგორც ჩვენ პატრიარქი. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდით, უღრმესი მადლობა პატიმრებს, განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გუშინ გიორგობას უამრავმა პატიმარმა დამირეკეთ და თქვენ ამ თითოეულ ზარს ძალიან დიდად ვაფასე. მადლობა ძალიან დიდი, კარგად ზანდებოდით. ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა. მამა ეკუთვნე, უღრმესი მადლობა, რომ ესეთი შვილიშვილი გაზარდეთ და თქვენ შემშობლებს, ბებიას, ავიცი, ყველას დიდი მადლობა და აუცილებლად აგიბრუნებთ ხვალ საღამოს რის ნახევრისას მამა დავით ლონდარიძე გვეყოლება. მე გახდით გიორგი დარასელია. დროებით გემშვიდობებით და პატიმრებს კიდევ თელი გულით მოგიკითხავთ, კარგად ზანდებოდით.